გასართობი ზონებია მოწყობილი ყველა ასაკის ადამიანისთვის რუსთავშიც. მთავარი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე გაიმართება, მასპინძელი კი რუსთავის მერია და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. ულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს. დღევანდელი დღე არის სიამაყის დღე, თითოეული ქართველისთვის ეს დღე გვაერთიანებს ყველას და საზეიმო განწყობა თითოეულ ქალაქში დღეს რუსთავით აღვნიშნავთ 26 მაისს ველოდებით ყველას იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ჩვენ შვილებს ვანახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თითოეული ქართველისთვის. რუსთავში წელს იმართება ეს დღესასწაული მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი არის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა, ასევე წარმოდგენილები არიან ადგილობრივი მეწარმეებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართება და დღის ბოლოს დღევანდელი დღე დასრულდება შემაჯამებელი გალა კონცერტით. დღევანდელ დღეს უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი თაობისა და ქალაქის წარმომადგენლისათვის სხვადასხვა ღონისძიებები, ისე რომ მობრძანდით და ერთად აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახის წევრებს. 26 მაისი არის ერთიანობის, თავისუფლების სიმბოლო. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილი არის ავტოტექნიკა, ჯავშანტექნიკა, სხვადასხვა შეიარაღება, სამედიცინო აღჭურვილობა, საინჟინრო აღჭურვილობა. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, დაათვალიეროს, სურათები გადაიღოს, ის სიამოვნოს. ეს დღე ჩვენია. 26 მაისია თავისუფლების სიმბოლო. ასევე მინდა მიულოცო ეს დღე ჩვენს დაღუპულ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს. აქ შეკრებილ საზოგადოებას კი უფლება აქვს გაეცნოს თავდაცვის ძალებში არსებულ შეიარაღებასა და ტექნიკას, საინჟინრო და ოპტიკურ ხელსაწყოებს.